გუგა, სასახლის ღობის საქმეს წოდებულ საქმეზე ერთადერთი მტკიცებულება აქვს საგამოძიებო უწყებას, რომელსაც გაეცნენ უკვე ადვოკატები და ეს არის საერთო ვიდეო მასალა, ვიდეო კადრი, სადაც ჩანს ორბელიანის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქცია. ინდივიდუალურად არც ერთი აქციის მონაწილის მიმართ, რომელსაც ბრალდებული სტატუსი აქვს, მტკიცებულება პრაქტიკულად თუ ადვოკატებს დავეყრდნობით, მტკიცებულება პრაქტიკულად საგამოძიებო უწყებას არ აქვს. დღეს ადვოკატების ნაწილი მათი დასაცავი პირების სამედიცინო ცნობებით ხელში მოვიდნენ და ამბობენ, რომ ისინი შუამდგომლობენ სწორედ მოსამართლესთან ამ ცნობებით და ეტყვიან, რომ მათ დასაცავ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობთ ხელს იმისთვის, რომ მათ საპატიმრო დაწესებულებაში გაატარონ დღეები და კვირეები. მათ აქვთ იმედი, რომ გაითვალისწინებს მოსამართლე ამ შუამდგომლობას, გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ დაუშვა პრეცედენტი საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ, რომელიც პროცესზე სადაც განიხილებოდა გიორგი ჩახუნაშვილის საქმე, პროკურორი აპელირებდა იმაზე, რომ ისინი ინდივიდუალურად მიუდგებიან ყველა დაკავებულის საქმეს, თუ ვინმეს აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადვოკატები წარმოადგენდნენ შესაბამის ცნობებს, ისინი იხელმძღვანელებდნენ ამ ცნობებით და მოსამართლეს თავად მიმართავდნენ, რომ საპატიმრო გირაოს შეუფარდონ დანარჩენ დაკავებულებსაც. ვნახოთ რა იქნება, ეკა ბარბაკაძე განიხილავს მოსამართლე ამ საქმეს და დაუკმაყოფილებს თუ არა ადვოკატებს ამ შუამდგომლობას, უკვე პროცესის შემდეგ გაირკვევა, ამ წუთებში იწყება საქალაქო სასამართლოში პროცესი. ირაკლის ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ბრალს არ აღიარებს დარწმუნებული რომ მის წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულებები ჩვენ რა თქმა უნდა უშუალოდ მოძრაობ ზოგადად აფეთქების მონიზება არ იქნას გამოყენებული მასალებში კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რაც ეხება გადავხედე და დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება საბოლოო ჯამში დიდი მასალა და შესასწავლად ბოლომდე დაგვჭირდება დრო და გამოძიება საქმე და ბოლომდე არ არის მსვლელად კიდევ წარმოადგენს ვიდეო მასალას თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დასაუბრების შემდეგ მეს მაქვს ის წმენა რომ ფიზიკურად მის წინააღმდეგ ვერ იარსებებს მტკიცებულებას. რაიმე სახის მტკიცებულებები რაც დააწყვეტს მესამე გარეშე ობიექტურ პირს გავს რამე ჩვენ ვერ ვიპოვეთ გაცნობისას, ასევე აღსანიშნავი არის პროკურატურის პოზიცია რომ პატიმრობას ითხოვს იმ რეალობაში, როდესაც გუშინაც განცხადება პროკურატურას რომ ინდივიდუალურად მიუდგებიან ყველას თუ კი რაიმე ჯანმრთელობის ცნობებიც იქნება წარდგენილი ჩვენს წარმოადგენს შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა რომელიცდანაც გამომდინარე წესით პროკურატურას უნდა იმსჯელა ინდივიდუალურად და რა თქმა უნდა პოზიცია ის არის რომ არასაპატიმრო უნდა იყოს ყველა ვარიანტში რადგანაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება საპატიმრო დაწესებულებაში. ილუზია რასაკვირველია იმისა რომ რაღაცა სტანდარტის მიღმა დარჩება ჩვენი საკითხი არ გვაქვს თუმცა მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ ინდივიდუალურად მიუდგება ამ საკითხსაც სასამართლო და პროკურატურაც. მე დაცვის ყოფი გახლავთ 21 წლის, მან შარშან გადაიტანა ურთულესი ოპერაცია, რომელიც გამუდმებულ მონიტორინგს და მეთვალყურებას საჭიროებს. ის დღემდე მედიკამენტოზურ მკურნალობაზეა, არ არსებობს არც მოწმეებზე ზემოქმედების რისკი, არც მიმალვის რისკი და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე მით უმეტეს. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ყველაფერი გავასაბუთოთ სასამართლოს წინაშე და ბუნებრივია მოვითხოვოთ მასწრებად მკაცრი აღკვეთის კომისიების გირაოს შეფასება. წინასწარი მოთავსების იზოლატორებიდან უკვე გადმოიყვანეს ბრალდებული სტატუსის მქონე დაკავებული პირები, მათ შორის არის ამირან დოლიშვილი, 21 წლის ახალგაზრდა, კრეატიული დირექტორი დარა ხვალიძე, ასევე აქტივისტი ირაკლი ჩხვირკვია და უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი ავთანდილ სურბანიძე, რომელიც გუშინ გამთენიას დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეცოპერაციით ბათუმში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში. აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ არც ერთი დაკავებული ამ დრომდე არ აღიარებს დანაშაულს, მუხლს, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო უწყება მათი ედავება აქ საუბარია ორგანიზებულ დანაშაულზე და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაზე. ნაწილი იყენებს დუმილის უფლებას, ერთადერთი რასაც ამბობენ ბრალდებულები არის ის, რომ ისინი ნამდვილად იმყოფებოდნენ ორბელიანის მოედანზე, საპროტესტო აქციაზე, აფიქსირებდნენ საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს, გამოხატავდნენ თავისუფალ ნებას, თუმცა არანაირი ტიპის დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ. სწორედ ამას იტყვიან ისინი დღევანდელ პროცესიც და ნახოთ რითი ხელმძღვანელობს მოსამართლე ინდივიდუალურად მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პირდაპირ ეთერში სოფონიაური საუბრობდა.